მოგესალმებით პატრიცემულო ტელემაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია 22 საათი და დღეს ჩვენ ვართ ტელეპლუსის ეთერში. და გავშლით იმ თემებს, რა თემებიც ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლიანი რეჟიმის დროს ჩაიდინა სასტიკი დანაშაულებები ქართველი ხალხის დასაშინებლად, ქართველი ერის დასაშინებლად და რა თქმა უნდა არ იმოქმედა და ვერ მოერია ქართველ ხალხს ის ნაციონალური მოძრაობა და რომელიც ნიკა გვარამია დღეს არა დაიწყეს უკვე რა თქმა უნდა გააქტიურება და აქტიურობას იწყებენ ჩერგოლეიშვილთან ერთად თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად ისევ მთავრობაში მოსვლა ისევ პარლამენტში შესვლას და ამის მასში არიან ახლა რაღაც რომ აი შევიდნენ პარლამენტში და მოახდინონ იქ კიდე არეულობა და ხალხში გამოიწვიოს კიდევ რაღაც აი სიგიჟეები აკეთონ. რაც შეეხება ახლა იმას, რომ ჩვენ ხელი შეუშალოთ ამათ, რომ არ მოვიდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში და არ შევიდნენ პარლამენტში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ვისაც კი გვახსოვს ის 9 წლიანი რეჟიმი ხალხნო, როგორ აწამებდნენ ხალხს, რას უშვებოდნენ ხალხს, ესენი იყვნენ მაშინ იმ დროს, იმ 9 წლიან რეჟიმის დროს. ამათი ხელნაწერი არის, რაც კი მოხდა. მარტო ისინი არაა დამნაშავეები, ახლა მიშა როა წამოწოლილი ციხეში. მარტო მიშას არ უკეთები ეს, ამათმაც აკეთეს. და ეს არიან უფრო მეტი დამნაშავეები, რომ არ შეუშალეს ხელი მიშა სააკაშვილს ამ ცუდი საქმეების კეთებისთვის. ესენი მეტი დამნაშავეები არიან და ამათ არ უნდა ავუყვეთ ხალხო. ესენი ისევ დაიწყებენ იმ რეჟიმის გატარებას, რაც გაატარეს 9 წლიან რეჟიმის დროს. დღეს ჩვენ გვყავს სტუმრად პოლიტპატიმარი, უფლება დამცველი და ამავდროულად ასავალ-დასავალი ჟურნალისტი ბატონი ზაზა დავითაია, რომელიც ბატონი ზაზა დავითაია დააკავეს 2006 წელს და მას მოუწია ხანძლივი ჯდომა იმ ავადსახსენებელ ციხეში. თან დააკავეს შეთქმულების ბრალდებით. 12 ადამიანი დააკავეს. როგორ შეიძლება ახლა 12 ადამიანს დააბრალო რაღაც ქვეყნის გადატრიალება. 12 ადამიანი ჯერ როგორ გადაატრიალებს ქვეყანას და ან ხელისუფლებას, როგორ ჩამოაგდებს, გამორიცხულია. უბრალოდ ეს ჭირდებოდათ და მიიყვანეს ციხეში და ჩაკეტეს, გამოკეტეს და თუ ვინმე კიდე ესე მოიქცევა, ჩვენ ჟურნალისტებს კი არა ნებისმიერ ადამიანს დავიჭერთ და ვაწამებთ. ჩვენ შემოვიყვანთ ახლა ბატონ ზაზა დავითაიას ეთერში და ვისაუბრებთ იმ ყველაფერზე თუ რა მოხდა 2006 წლიდან 2011 წლამდე, ანუ გათავისუფლების დღემდე. მობრძანეთ ბატონო ზაზა. გამარჯობათ ბატონო ზაზა, როგორ ბრძანდებით? ბალოთ, თავად ხომ კარგად. გმადლობთ. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. კი მართალია, იმ 9 წლიან რეჟიმმა ვერ გაგტეხა, ციხეში გამყოფეს, წამების ნიშნებიც კი დაგატყვეს და რა არ გაიკეთეს, მაგრამ მოდი ხوار დავიწყოთ ის მე რაც წეხან თქვი 2006 წლიდან როგორ დაგიჭირეს, რატო დაგიჭირეს და რა უნდათ პირადად თქვენთან ჟურნალისტს კაც რომელიც მოგამწვდიეს ციხეში და გამყოფეს 2011 წლამდე. რა ბრალდებას გიყენებდნენ და რატო გიყენებდნენ ამ ბრალდებას? შეგიძლიათ მაყურებელს მოუყვეთ და გავახსენოთ ის 9 წლიანი რეჟიმი. ესე იგი 2005-6 წლებში ჩვენი ორგანიზაცია იყო მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში. ეს იყო მოძრაობა ანტისოროსი, რომელშიც რამდენიმე პარტია იყო გაერთიანებული. მე წარმოვადგენდი პარტია 21 საუკუნე ენამამული სარწმუნოებას, რომელსაც სათავეში ედგა ორი აკადემიკოსი, 10 განსვენებული რეჟიმის მიერ ვერაგულად მოკლული გურამ შარაძე და ბატონი ელიზბარ ჯაველიძე. ამ პარტიაში მე გახდით გამგეობის წევრი, იმავდროულად გახდით პრეს-ცენტრის უფროსი და იმავდროულად ამ ანტისოროსის, ანუ კოალიციის მიტინგების ერთ-ერთი წამყვანი. ამ კოალიციაში ერთ-ერთი პარტია იყო იგორ გიორგაძის ხელმძღვანელობით სამართლიანობა. და რა თქმა უნდა, რეჟიმის მთავარი სამიზნე იყო იგორ გიორგაძე, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ამათ ყავდათ გამოყვანილი ბუად, ასე რომ ვთქვათ, ვისაც აბრალებდნენ ყველა უბედურებას თუ კი რაიმე ქვეყანაში ხდებოდა, ანუ ერთგვარ განტევების ვაცად
თუმცა ამის მიუხედავად ჩვენი ლიდერის მხარდამხარ და მისი მითითებებით მივდიოდით სამართლიანი გზით და ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში აღკვეთილიყო დიქტატურა და ის გიჟური, შლეგური პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში იყო რადიკალურად დაპირისპირების კალაპოტში, რაც უეჭველად გვიქადდა იმ შედეგს, რომელიც სამწუხაროდ მოხდა და ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად ვის გულისხმობ ლიდერში? ლიდერი იყო იგორ გიორგაძე და დღემდე გახლავთ პოლიტიკური პარტიის სამართლიანობის ერთ-ერთი ლიდერი. ერთ-ერთი კი არა, ლიდერი გახლავთ, ხელმძღვანელი თავმჯდომარე. და ანუ თქვენ ამ იგორ გიორგაძესთან მიმართებაში მოახდინეს თქვენი დაკავება? ანუ იგორ გიორგაძის მომხრეები დაიჭირეს ამას გულისხმობ? ნახეთ რა ხდება, ესე იგი მე ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიყავით ერთადერთი მაშინდელი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ეს რეჟიმი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კულმინაციაში, ქუჩაში კრებდა მინიმუმ 30,000 ადამიანს. ეს იყო ანთებული ადამიანების კრებული, რომლებიც აკრიტიკებდნენ სააკაშვილის რეჟიმის საშინაო პოლიტიკას და აკრიტიკებდნენ საგარეო პოლიტიკას. საგარეო პოლიტიკა მოგეხსენებათ, მაშინ მკვეთრად ანტირუსული იყო აღებული, ყველანაირად წენდა სააკაშვილი რუსეთს, ყველანაირად ცდილობდა მათ გაღიზიანებას, ყველანაირად ცდილობდა, ალბათ ამერიკის წაქეზებით ეს უკვე გამოთვლილი არის და ეს უკვე ბევრჯერ არის ნათქვამი. სურდა გამოწვევა ალბათ ომის, ალბათ უნდა გამოიწვია კიდევაც 2008-ში. რა თქმა უნდა, აქ გეგმა იყო ისეთი, ჯერ უკრაინის ომი მაშინ არ იყო დაწყებული და უნდათ რომ იმ როლში საქართველოს ყოფილიყო, როგორც ის დღეს არის უკრაინა. ანუ უნდა ყოფილიყო რუსეთისთვის ფრონტი სამხრეთიდან. უბრალოდ საქართველოსთან ეს ომი სამწუხაროდ ძალიან მალე დამთავრდა და დამთავრდა ჩვენი სრული ფიასკოთი და ტერიტორიების კარგვით. ანუ ეს ომი არ გაგრძელებულა დიდი ხანი, რასაც მიზდად ისახავდა დასავლეთი, რომელიც აკეზებდა სააკაშვილს, რუსეთმა ელვისებურად დაასრულა ეს სამხედრო ოპერაცია. და რუსეთმა ჩვენ მაშინ მართლა აი სასწაული მოხდა და არ გაგვიგრძელა ომი და არ ამოგხოცა მთლიანად ერი. იცით რა, მე ასე ვერ ვიტყოდი, ეხლა იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მიმართ მაქვს განსხვავებული დამოკიდებულება ვიდრე არა, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრს, ამის მიუხედავად მე მაინც მიმაჩნია, რომ ქვეყანაში შემოჭრილი უცხოელი ჯარისკაცი მაინც ოკუპანტია, გასაგებია. არა, ეგ მესმის, მაგრამ ჩვენ ძალიან მაგრად გავაღიზიანეთ მაშინ რუსეთი და ჩვენ არ გაგვიღიზიანებია, გააღიზიანა სააკაშვილმა. კი ბატონო, რუსეთის ხელმძღვანელობა მიმოქმედა შესაბამისად. ანუ სამწუხაროდ დაგვინდო, იმ თვალსაზრისით დაგვინდო, რომ თბილისი არ დაბომბილა. ის მსხვერპლი რაც იყო ახლა ის 400 ადამიანი, ესეც საკმაოდ დიდი მსხვერპლი არის ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის. სულ ნარჩევი ბიჭები დაიღუპნენ იქ, რა თქმა უნდა, რომლებიც საერთოდ უდანაშაულონი იყვნენ. ახლა როდესაც მოდი შეიარაღებული ძალა, შენ ვალდებული ხარ ის თუნდაც შენი ყოფილი მეგობარი ქვეყანა იყოს, აიღო ხელში იარაღი და შენი ოჯახი, შენი სოფელი, შენი ქალაქი დაიცვა. ქართული ხალხი იძულებით მდგომარეობაში ჩააყენეს და ეს შესანიშნავად ესმოდა ალბათ რუსეთის მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომელმაც დაგვინდო იმ თვალსაზრისით, რომ მან შეისრულა თავისი ინტერესი, აღმოფხრა დაპირისპირების მომენტები, სამაჩაბლო, რომელიც მანამდე ლანგრით იყო გამზადებული თავის საზღვრებიანად და მიზომილი ტერიტორიებიანად მთლიანად მიიერთა რა, ფაქტობრივად ანექსირებული არის, იმიტომ რომ იქ რუსეთის ბაზები დგას. და ხოლო კოდორის ხეობა, სადაც მანამდე პროვოკაციული სვლა განახორციელა სააკაშვილის რეჟიმმა და აფხაზეთის მთავრობა იქ გადაიტანა, შესაბამისად შექმნა იქ რაღაც გარკვეული პოლიტიკური ცენტრი, არადა მთელი რიგი მოლაპარაკებების შედეგად იყო დადგენილი, რომ იქ არ უნდა ყოფილიყო არც შეიარაღება და არც პოლიტიკური ცენტრი, რაც იყო გარანტია იმისა, რომ კოდორის ხეობა დარჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში. აი ეს უგულებელყოფდა კოდორის ხეობა საერთოდ ტყუის გაუსულულად ჩააბარა მტერს. ანუ თქვენ იყავით ბრძოლაში მიშა სააკაშვილის რეჟიმთან და ამის გამო თქვენ იმ 12 კაცთან ერთად დაგაკავეს 2006 წელს. დიახ, ჩვენ ხელისუფლებას უბრალოდ რეჟიმს ვაფრთხილებდით იმის მიუხედავად, რომ ეს რეჟიმი ძალიან არ მოგწონდა და პირდაპირ შევარნაძის რეჟიმის გზის გამგზავრებლად მიგვაჩნდა.
ვაფრთხილებდით იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება მოყოლოდა ამ პოლიტიკას და მე მინდა ვთქვა, რომ ის შედეგები გაცილებით უფრო მძაფრად დაგვიდგა ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვარაუდობდით და ვიდრე ჩვენ ვაფრთხილებდით მაშინდელ ხელისუფლებას და რეჟიმს. და აი 2006 წელს როგორც კი დაგაკავეს, აი ამის შემდეგ რა ხდებოდა? იყო ის წამება, ანუ იყო აღიარებითი ჩვენების გამო ზეწოლები და ანუ ყველაფერი აი 2006 წლიდან შეგვიძლია მოყვეთ 2011 წლამდე, ანუ გათავისუფლებამდე? კი ბატონო. ნუ მაშინ რაღაც ერთი გარკვეული ბმა უნდა გაკეთდეს სააგაშვილი როგორც თავმომწონე ლიდერი, რომელიც ცდილობდა, ასე რომ ვთქვათ, ფავორიტი ყოფილიყო და ერთი პერიოდი კიდეც იქცა დასავლეთის, ასე რომ ვთქვათ, გარემოცვაში ფავორიტ ლიდერად, როდესაც მას დემოკრატიის შუქურა უწოდეს, მუდმივად ცდილობდა გაეკეთებინა აქცენტი, რომ მას ებრძვიან, რომ შიგნით ესე იგი მას მტრები ბჭყალებში უპირებენ დამხობას, რომ ეს ესე იგი ორგანიზებული ძალა მოდის ჩრდილოეთიდან, ამისი ხელმძღვანელობა ხდება ჩრდილოეთიდან და ასე შემდეგ. პირველი მსხვერპლი ამისი აღმოჩნდა ვოვა არუთინიანი, რომელიც არარსებული ტერაქტის გამო დააკავეს. ეხლა მე არ საუბრობ იმაზე, იქ იყო თუ არა პოლიციელის მკვლელობა, მაგრამ ის რომ სასწავლო ხელყუმბარა იქნა იქ მოკლედ გამოყენებული, რომელიც მტკიცებულება არ არსებობს რეალურად, რომ ის ვოვა არუთინიანმა ისროლა და ცოცხალია ბუში და ნუ მსხვერპლი იმ მომენტში არ მოყოლია, არც სააკაშვილი არ მომკვდარა, არც ბუში არ მომკვდარა, ნუ არანაირი საფუძველი არ არსებობდა ადამიანის დაჭერისა. ის დააპატიმრეს და გამოიყვანეს, რომ აი აგერ რუსეთიდან თითქოს ორგანიზებული თანსომეხი ეროვნების აპირებდა რეჟიმის პირველი პირის ლიკვიდაციას ამერიკის პრეზიდენტთან ერთად. თუმცა ამ ამბავმა ამერიკაში საერთოდ ვერ პოვა გამოხმაურება, მინდა გითხრათ, ბატონო კახა, არის ჩემი მეგობარი, უფროსი მეგობარი იური მეჩითოვი, ფოტოკორესპონდენტი, ცნობილი ფოტოკორესპონდენტი, რომელიც საგულდაგულოდ იკვლევდა ამერიკის პერიოდიკაში, პრესაში ამ ინფორმაციას და აღმოაჩინა, რომ მაშინელ პერიოდიკაში არც გაზეთებში, არც ჟურნალებში საერთოდ ესე იგი მათ პრეზიდენტზე ეგრეთ წოდებულ თავდასხმას გამოხმაურება არ ქონია, ანუ და სხვათაშორის ტერაქტი დაარქვეს. დაარქვეს ტერაქტი, კი ბატონო, დღესაც არუთინიანი, დღესაც უოდო პატიმარიანი მაგის გამო. დიახ, ანუ რის თქმა მინდა, იცით რომ სააკაშვილმა მარტო იმიტომ რომ ამერიკის წინაშე და ბუშის წინაშე დაეწერა ქულა, შეთხსა ვერსია, თითქოს საკუთარ დედაქალაქში მასზე და ამერიკის პრეზიდენტზე ხორციელდებოდა ტერაქტი. ეს იყო პირველი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, სამიზნე ვიყავით ჩვენ ორგანიზაციათა გაერთიანება ანტისოროსი, რომლებიც გარდა იმისა, რომ სოროსის მკვეთრად ლიბერასტულ და ანტიკართულ პოლიტიკას უპირისპირდებოდით, იმავდროულად ვამხელდით რეჟიმს ამ სოროსის ფინანსებთან უშუალო ალიანსში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და უკვე თვალშისაცემი იყო პატიმრების სიმრავლე, ვამხელდით რეჟიმს პატიმრებთან არასათანადო მოპყრობაში, რომლის უკვე საკმარისი ინფორმაციებით ჩვენ გვქონდა დაგროვებული. გარდა ამისა, ჩვენ ხმამაღლა მოუწოდებდით ხელისუფლებას, რომ შეეცვალა ის აგრესიული რიტორიკა, აი გამაღიზიანებელი პირად შეურაცხყოფაზე აგებული რიტორიკა რუსეთის ვერტიკალის და კონკრეტულად პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ნუ ეს არ გამختارიყო აგრესიის საფუძველი, ანუ ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, თავად ცდილობდა რომ გამოეწვია უკვე მაშინ აგრესია, როდესაც უშუალო პირად შეურაცხყოფას აყენებდა რუსეთის ვერტიკალს. სხვა რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს, ხომ? ერთი ქვეყნის პირველი პირის მიერ მეორე ქვეყნის უზენაესი ხელისუფლების შეურაცხყოფას. აი ამას ვამხელდით ჩვენ და რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმს არ გაუჭირდა შეეთხსა ვერსია, თითქოს ჩვენ იმავე რუსეთიდან, ესე იგი, ვიმართებოდით, როდესაც შევიკრიბეთ და დავთქვით შეიარაღებული გადატრიალება, დავსახეთ ამის გეგმა და ამისი სცენარი, რომელიც ბატონო კახა, მე ვიქნებოდი ამაყი, ამას ვაცხადებ სრულიად მაყურებლების წინაშე. მართლაც რომ ყოფილიყო ის სცენარი, რაც სააკაშვილის რეჟიმმა მაშინ შეთხსა,
აი ახლა როდესაც უკვე 2020 წელი გავიდა მას მერე, ხო? სამწუხაროდ მე ვერა ვარ ამაყი. მე ამაყი ვიქნებოდი მართლაც რომ ყოფილიყო ეს შეთქმულება, იმიტომ რომ სააკაშვილის რეჟიმი ნამდვილად ღირსი იყო, ნებისმიერი მეთოდით დამხობილიყო, რომ დამხობილიყო ჩვენ საქართველოს ტერიტორიებსაც შევინარჩუნებდით, შეიძლება გენოფონდი შეგვენარჩუნებინა უამრავი ადამიანი მოგეხსენებათ, ადამიანები მსხვერპლად შეეწირენ რეჟიმს. ათასობით ადამიანზე არის აქ საუბარი. და ნუ წამების ხორპლი რამდენი იყო და ვინ ცოცხალი გადარჩა კიდე დღეს რა დღეში არის და ძლივს უნთქავს და ძლივს სულს გაფავს. ანუ თქვენ 2006 წელს დაგაკავეს და გადაგიყვანეს გრდანის ეგრეთ წოდებულ ციხეში. ჩვენ გადაგვიყვანეს რუსთავის მე-6 ციხეში, ჩვენ დაგვაკავეს სამაგალითოდ. ანუ როგორც არუთინიანი დაიჭირა სამაგალითოდ სააკაშვილმა, ასევე მას ჭირდებოდა განტევების ვაცი, რომ მას ებრძვიან, იმიტომ რომ როგორც დემოკრატიის შუქურას ბჭყალებში ქულა დაეწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინაშე, ჩვენ დაგვიჭირა 13 ადამიანი და სხვადასხვა ვადით პატიმრობა მოგვისაჯეს შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების ბრალდებით. ეს არის 315-ის პირველი და მეორე მუხლი. მაგრამ ამას წინ უძღოდა კიდევ რამდენიმე მოვლენა, ბატონო კახა. და აუცილებლად უნდა გითხრათ, ესე იგი, ეს იყო კოდორის მოვლენები, როდესაც დააპატიმრეს ირაკლი ბათიაშვილი და ნორა კვიციანი. ეს იყო პირველი, ასე რომ ვთქვათ, დიდი რეპრესია ქართველი საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, როდესაც სრულიად უდანაშაულო ირაკლი ბათიაშვილი და ნორა კვიციანი დააკავეს. დაიჭირეს. ნუ ემზარ კვიციანი მაშინ ემზარ კვიციანმა კი ბატონო ვიცით ჩვენ რომ ნუ რეალურად ძევლად აიყვანეს. ზუსტად ისე როგორც რეჟიმამ ძევლად აიყვანა უკვე მოგვიანებით ჩვენი საქმის თანამონაწილე მაია თოფურია, რომელიც ბატონი იგორ გიორგაძის ოჯახის წევრი ბრძანდება, მისი მეუღლის დიშვილი და ეს იყო პირადი შურისძიება, ასე რომ ვთქვათ, იგორ გიორგაძის წინააღმდეგ. აქ კიდევ რამდენიმე მოვლენას ჰქონდა ადგილი და ესენიც აუცილებლად უნდა ვახსენო. ესე იგი, ჩვენ ხომ 6 სექტემბერს დაგვიჭირეს 2006-ში, 8 სექტემბერს დაიჭირეს პიროვნება ალექსანდრე ჭუმბურიძე, რომელსაც აბრალებდნენ ლესია უკრაინკას ქუჩაზე, მთავრობის სახლის გვერდით, ნაციონალების ცენტრალური ოფისის აფეთქების მცდელობას. მას ჩაუდეს ეს ტროტილი, ნურისი ამფეთქებელი იყო, ეხა ალექსანდრე ჭუმბურიძე ან იმ პერიოდში საერთოდ ვინ იყო საერთოდ ძალადობაზე მაფიქრებე, გამორიცხული იყო უბრალოდ იმ პერიოდში, რაღაც ძალადობაზე რო ეფიქრა ადამიანს. კიდევ ვიმეორებ, ამაყი ვიქნებოდი მართლაც რომ ყოფილიყო ეს. და ესე იგი, დაგვიჭირეს ჩვენ, დაჭერილი არის ბათიაშვილი და კვიციანი და უკვე ჩვენ ციხეში ვართ, როდესაც დაიჭირეს რუსი პოლკოვნიკები ჯაშიშობის ბრალდებით. ეს უკვე მოგვიანებით გახდა უკვე ჩვენთვის ცნობილი, არა მხოლოდ გონივრული ვარაუდით, არამედ ეს არის ნუ 100%-იანი ასე რომ ვთქვათ, ფაბულა რა უნდა მომხდარიყო. ვოვა არუთინიანის ალექსანდრე ჭუმბურიძის ჩვენი ამ შეთქმულებაში მონაწილე ბათიაშვილ კვიციანის რუსი პოლკოვნიკების საქმე უნდა გაერთიანებულიყო ერთ დიდ საქმედ და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთიდან მართულ შეთქმულების კლასიფიკაცია უნდა მისცემოდა. შესაბამისად სცენარს ეგენი ქმნიდნენ თვითონ. აი ეს იყო გათვალისწინებული გლობალური თვალსაზრისით. და შემდეგ უკვე ესე იგი, ვისაც პირველი ნაწილით გამოგვიტანეს, 315-ის პირველი ნაწილით გამოგვიტანეს, თქვათ 4 და 5 წლიანი პატიმრობა, ხო? მე 4.5 წელი მომისაჯეს, ბოლო დღემდე ვიჯექი. უკვე მეორე და მესამე ნაწილში გადაგვიტანდნენ, რომელიც ითვალისწინებდა სამუდამო პატიმრობასაც და ბატონო კახა, მე აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ბრალდების არა მხოლოდ შეიარაღებული გადატრიალება იყო ბრალდება, არამედ მაშინ ჯერ კიდევ კონსტიტუციაში არსებული მუხლის სამშობლოს ღალატი. ხო, იყო მაშინ სამშობლოს ღალატი. რომელიც ჩვენი სასამართლოს მიმდინარეობის პირობებში სააკაშვილის რეჟიმმა ამოიღო კონსტიტუციიდან, იმიტომ რომ ალბათ იყო გონება იმისთვის რომ გაეთვალა, რომ ზუსტად ეს მუხლი გახდებოდა საფუძველი მისი გასამართლებისა. და ნუ წინასწარ ესე იგი მოისპო გადაჭრა, ესე იგი საშიშროება რაც ელოდებოდა. საშიშროება რაც იქნებოდა. აი რუსი პოლკოვნიკები რომ დაიჭირა სააკაშვილმა, კრემლიდან გაისმა სიგნალი, რომ ჩვენ ესე იგი საქართველოს ხელისუფლებას წერტილოვანი დარტყმებით გავანადგურებთო.
და აი მაშინ ჩაიშალა ეს დიდი საქმის შეკერვა. ცალ-ცალკე საქმე დაყვეს კვიციანი ბათიაშვილის საქმე, ცალკე საქმე ჭუმბურიძის საქმე, ცალკე საქმეთ ჩვენ გამოგვაცხადეს და შესაბამისად გადავრჩით თუ ამას გადარჩენა ქვია, რომ სამუდამო პატიმრობა არ მოგვისაჯეს, აი სამაგალითო თან როგორ სამშობლოს მოღალატედ გაცხადებენ. სამუდამო პატიმრობას გიჟიან და აი როგორ იცი რომ საკუთარი ოჯახის წევრიც კი ხრებს აიჩეჩს რომ აი ეს თუნდაც ვინყოლია ოჯახშიო და ისიც რომ ზურგ შეგაქცევს, აი ამნაირ მდგომარეობაში უნდა ჩავეყენებინეთ. ადამიანები, რომლებსაც თავში აზრადაც არ გაგვივლია შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა და ჩვენი ყველაზე უფრო მთავარი მიზანი იყო სახალხო გამოსვლების გზით, რომელიც მართლაც მზარდ ხასიათს იძენდა მაშინ, მე პირადად მიმყავდა ის მიტინგები, 30000-იანი, 40000-იანი მიტინგები. დაგვესუსტებინა ხელისუფლება და დაახლოებით ის პროცესი გაგვევითარებინა, როგორც განვითარდა ედუარდ შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომის და ასე რომ ვთქვათ, ხავერდოვანი ხელისუფლების ხავერდოვანი ცვლილების საშუალებით. მოდი რო ვთქვათ ახლა თქვენ რას ბრალდებასაც ის ნაციონალური მოძრაობა გიყენებდათ, აღიარებითი ჩვენება არ ქონდათ, რა თქმა უნდა და არც გექნებოდათ, ხო? რაც არ მომხდარა იმას ვერ იტყოდით. მაგრამ აღიარებითი ჩვენება 13 ადამიანიდან ქონდა მხოლოდ ერთს, ახლა მე ამ ადამიანთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა და მან უკვე ზეწოლა შეიძლება ვერ გაუძლო ადამიანს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და აი აქ მინდა ჩაგეკითხოთ. რომ უნდა გეღიარებიათ დაუშვათ, აი რაც ჭირდებოდათ მაგათ, რომ აღიარებითი ჩვენება მიეღოთ. ამისთვის იყო თუ არა ზეწოლა ან წამება ან რაღაც ყველანაირი გზა მეთოდი გამოეყენებინათ რომ ეს აღიარებითი ჩვენება მიეღოთ მაგათ? მე პირდაპირ უნდა ვთქვა იმის მიუხედავად რომ საკუთარი თვალითაც ვხედავდი და საკუთარი ყურით მესმოდა ციხეში როგორ აწამებდნენ ადამიანებს, პირდაპირ უნდა ვთქვა რომ ჩვენ ფიზიკურ წამებას არ ყოფილვართ დაქვემდებარებულები. ანუ ჩვენთან არავინ არ შემოსულა, არავის უცემივართ, პირიქით განკარგულება არსებობდა, რომ რაღაც ერთგვარ სასათბურე პირობებშიც აღმოჩნდით იმ თვალსაზრისით, რომ ხმა იყო დარხეული, რა ვიცი, ციხის უფროსიც ამბობდა, რომ ბაჩოს უთქვამს ახალაიას, რომ ესენი ჩემი პატიმრები არ არიანო, ესენი სააკაშვილის პატიმრები არიანო და ანუ ზედმეტად მათ გვიფრთხილდებოდნენ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უნდა ვენახეთ წითელ ჯვარს, ჩვენ უნდა ვენახეთ უცხოეთიდან ჩამოსულ დასავლეთის მისიებს, ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენლებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და მათთვის უნდა განემარტათ, რომ ბატონო ჩემო, ამათ არავინ არ ეხება, ფიზიკურად არავინ არ ეხება, შვედურად სხედან იხდიან თავიანთ, ასე რომ ვთქვათ, სასჯელებს, მაგრამ აქვთ ძიმე დანაშაული ჩადენილი აგერ და ყოველად უაზრობა იქნებოდა ჩვენი გულზე ჯიღის ბრაგუნი და ამ უცხოელი ორგანიზაციებისთვის განმარტება, რომ რეალურად ბრალდება, რომელიც ჩვენდამე იყო წაყენებული, იყო სრულიად აბსურდული და რეალურად არ არსებობდა ეს ბუნებაში. ბაჩო ახალაიამ ხوارი გზნო თქვენში ძალა, რომელიც თქვენ იმ ციხეში იყავით, სადაც ბაჩო ახალაია აკონტროლებდა მთლიანად ციხის ადმინისტრაციას და ან ვერ გაბედა თქვენი ზეწოლის მოხდენა, ან შესაძლებელი თუ იყო, რომ ბაჩო ახალაია უკვე მიშა სააკაშვილის და მის გარემოცვას, რომელიც ესენი დაყოფილი იყვნენ მაშინ მერაბიშვილის და მიშას სექტორს, ესენი თითქმის ნენელა ებრძოდნენ, ხო? მე ხვდები ამას და ვიცი. ბატონო, არის ეს ინფორმაცია. ხوار უსრულებდნენ ესენი, ამა და ამიტომ ხო ვარი არ თქვა ბაჩო ახალაიამ თქვენ წამებაზე. არა, მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილება, კიდევ ვიმეორებ. ჩვენ ვიყავით ერთგვარი თუ მიშა მოინდომებდა ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ანუ მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილება. ბაჩო ახალაიამ უბრალოდ გაახმოვანა ციხეში ეს პოზიცია. ანუ ჩვენ უნდა ყოფილიყავით ერთგვარი სამაგალითო პატიმრები, რომელიც აი ბატონო გადატრიალებას მიპირებდნენ, მაგრამ არავინ მათ არ სცემს, არავინ მათ არ ეხება. და ეს იმ ფონზე, როდესაც სასიკვდილოდ მართლა სცემდნენ, ლეწავდნენ სხვა პატიმრებს, გამიგეთ? ანუ ჩვენი ნახვით უცხოურ ორგანიზაციებს უნდა შექმნოდათ ის წარმოდგენა, რომ აი მძიმე დანაშაულის ჩამდენებსაც კი სახეზე არაფერი ის არა აქვთ იარა და და ამათ როგორ აწამებენ ახლა? არა და რეალურად ადამიანებს გვერდზე აწამებენ და ეს წამების ფაქტები მიიჩქმალებოდა იმითი, რომ ჩვენ ვიყავით უნებელი, მაგრამ უკვე მოგვიანებით მე ვერ ვიტყვი, რომ ადმინისტრაციის ხელი პირადად მე არ შემხებია. მაგრამ მე შემეხო
ადმინისტრაციის ხელი, ასევე რომელიც აი ეგრეთ წოდებული ნასეტკა პატიმრებს რომ ამბობენ, აი რომლებიც მაშინ ციხეს ასე რომ ვთქვათ, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, მათ შორის ღირსეულებიც იყვნენ, რომლებიც რეალურად ასრულებდნენ ციხის ადმინისტრაციის მითითებებს ჩვენს გასატეხად. და აი იყო პერიოდი, როდესაც შიმშილობა დავიწყე მე, პირადად მე, ამყვა 50-მდე პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის მუხროვანის ბიჭები უკვე დაპატიმრებულები იყვნენ ისინი და ესე იგი ამ წყაროს, ესე იგი ამ ცენტრის ჩასახშობად, ასე რომ ვთქვათ, რომ აი შეწყვიტა აგერ ბატონო საზადავითაი ამ შიმშილობა და თქვენ რაღაცა შიმშილობდო. სხვა პატიმრების გასაჩერებლად ადმინისტრაციამ მითხრა ჯერ რომ დაანებე შიმშილობას თავი, მე ვუთხარი ეს თქვენ არ გიხებათ მეთქი, ეს ეხება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მეთქი, ჩემი პროტესტი მეთქი და შემდეგ უკვე მომიგზავნეს უკვე ეს ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭები, რომლებიც თავიანთი პირადი გამორჩენის მიზნით ასრულებდნენ ადმინისტრაციის დავალებებს და ჯერ შემპირდნენ და შემდეგ შემისულეს კიდეს დამლეწეს მოკლედ 1-2 ნუ თუმცა ჩაიარა ამ ამბებმა და მე ციხის უფროსის თანდასებით პირდაპირ თქვი რომ ეს თქვენ კი არა ეს მე დამლეწა ციხის უფროსმა თუმცა აქ გულწრფელად გეუბნებით რომ პირადად ჩვენი საქმის თანამონაწილეებს არ შეგხვევია ადმინისტრაციის ხელი და ჩვენ არავის არ უწამებივართ მაგრამ თუ თქვენ ესე იგი წამებას გულისხმობთ წამება არ არის მხოლოდ ფიზიკური ასპექტით და ჩვენ ვიყავით ყველაზე უფრო მძაფრ და ყველაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში ფსიქოლოგიური ზეწოლის და წნეხის პირობებში. ერთის მხრივ ლამის კვირაში 2-ჯერ შემოდიოდნენ ჩვენთან პროკურორები და მოთაფლულიენით გვეუბნებოდნენ რომ აი მიეცით რა ბატონო აღიარებითი ჩვენება რაც აქ გიწერიათ ბრალდებაში და შემდეგ თქვენ ესე იგი მოგეშებათ 2 წელი პირობითი პატიმრობა. როგორც ჩვენი საქმის ერთ-ერთ თანამონაწილეს მოკლედ ამ ცრუ აღიარებითი ჩვენების შედეგად მიუსაჯეს. მაგრამ მინდა სიამაყით თქვა რომ ჩვენ ამ წამებას გაუძელით. ეს წამება რაში მდგომარეობდა ახლა იცით რომ ესე იგი ერთის მხრივ ხარ სამშობლოს მოღალატე ესე იგი პერსპექტივა რა გაქვს ხედავ რომ მთელი სოფლიო ცივილიზებული სოფლიო მხარს უჭერს იმ დიქტატორს რომელსაც ჩვენ ამხელდი და რომელმაც დაგიჭირა. ანუ სააკაშვილი ტყულს კი არ ამბობდა მე მინიმუმ 30 წლით ვარ მოსულიო ძალაუფლებაში რეალურად ასე იყო და შეიძლება უფრო მეტითაც იყო იმიტომ რომ შემდეგ უკვე რო ამოწურავდა უკვე თავის ასე რომ ვთქვათ ყველანაირ ვადას მე ალბათ უკვე მემკვიდრე პოლიტიკურ ძალას შექმნიდა და გადასცემდა მას როგორც ეს დასავლეთ ჩვევია რა ფაქტობრივად დასავლეთმა შექმნა აქ მარიონეტული რეჟიმი, დინასტიური რეჟიმი, რომელიც ესე იგი მას სჭირდებოდა და სხვათა შორის ქართველმა ხალხმა ტაშის დაუკრა ამ რეჟიმს. ქართველმა ხალხმა ტაში დაუკრა, ქართველი ხალხი ერთი პერიოდი კიდეც მოტყუდა, თუმცა საზოგადოების რჩეული ნაწილი მაინც ყოველთვის ხვდებოდა ამ ვერაგ ჩანაფიქს და მე მინდა სიამაყით თქვა რომ უკვე შემდეგ როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მთელი სიმძაფრით აალდა ასე რომ თქვა და სახურალი გახდა ამ საზოგადოების რჩეული ნაწილის აზრის გარშემო შემოიკრიბა დანარჩენი საზოგადოებაც და შემდეგ უკვე ერთხმად გაისმოდა დიქტატორის ძახილი თუმცა ბატონო კახა ჩვენ ვხედავთ იმ რეჟიმის მოქმედების შედეგებს დღესაც კი ადამიანები რომლებზეც არ ვიცი ზოგზე შიშით ზოგზე კომპრომატით მოხდა რაღაც გარკვეული ზემოქმედება ზოგს რაღაცა გარკვეული ჩვენთვის აქამდე უცნობი უბრალო ადამიანებისთვის აქამდე უცნობი რადიო თუ სხვა ჰიპნოზური ზემოქმედების საშუალებით ფაქტობრივად გადაიყვანეს ჭკუიდან. ახლა ეს ადამიანები დღემდე არიან შემორჩენილები და დღემდე ადიდებენ რეჟიმს რომლის საშინელი მოღვაწეობის ამსახველი კადრები მე პირდაპირ უნდა ვთქვა ქართული ოცნების ძალიან დიდი დანაშაულია რომ ის კასრებში აღმოჩენილი კასეტები გაანადგურა და ეს არ დაუტოვო შთამომავლობას იმიტომ რომ იქ ისეთი რაღაცა იყო ჩვენ რო დაუბრუნდეთ ახლა იმ პერიოდში როდესაც დიპლომატიურ კორპუსს უჩვენეს ეს კადრები და თვალებზე აიფარა ყველა მხელი იქ იყო გაუპატიურებები იქ იყო ადამიანების აი ნუ პირდაპირ მკვლელობა წამება ცემა
ეს კადრები იყო შეკრებილი, მე ხო ვიყავი იქ ციხეში, ხო ხედავდი ამას, ამ ყველაფერს ხო მესმოდა ეს. რაც კი შეიძლებოდა ადამიანისთვის. ამას იღებდნენ ბატონო, ახადა ყველაფერს აკეთებდნენ. მიქონდათ პატრონებისთვის და ის პატრონები ტკბობას განიცდიდნენ. მათ სჭირდებოდათ ეს კადრები, გამიგეთ? ეხლა აი თქვათ დილეტანტი იკითხავს რისთვის, ხო? აი მაგალითად მიუტანდნენ კადრებს ვიღაცა X პიროვნებას და ეტყოდნენ, რომ აი ხო ხედავ ეხლა ამას რას უშვებით, ხო? ანუ ასეთი რაღაცა აპრობირებულია უკვე რა, შენც იგივე გელის. და მართლაც აი ხოლო თითოეულა ადამიანი თუ კი ბედავდა ხოლმე, თუნდაც სასტიკად ნაწემები ადამიანი რომ ხმა აღემაღლებინა და ხელახალი განმეორებითი წამების საფრთხის მიუხედავად მაინც შეეტყობინებინა ეს ადვოკატებისთვის თუ გარეთ მყოფი ახლობლებისთვის. და მე მაქვს შემიძლია უამრავი მაგალითის დასახელება, როდესაც ინფორმაციის წამების გამო ინფორმაცია რომ გარეთ გაიტანეს, ამის მერე ადამიანები კიდევ უფრო მეტად აწამეს და სიკვდილის ფაქტებიც როგორც ჟურნალისტმა მე ძალიან ბევრი ასეთი ინფორმაცია დავაფიქსირე მოგვიანებით. როგორც ჟურნალისტს გეკითხებით, პორტირებული ნაციონალები დღეს არის ქართულ ოცნების სამსახურში. სხვადასხვა დაწესებულებებში და კიდე თუნდაც პროკურორები ავიღოთ, თუნდაც მოსამართლეები ავიღოთ, ძალოვან სტრუქტურები გულისხმობ ძირითადად. ეხლა რომელიც ძალოვან სტრუქტურებს შეუძლიათ, რა ვიცი, აი ყველაფერი შეუძლიათ მაგათ თქვენ როგორ მიგაჩნიათ. ანუ ეს პორტირებული ნაციონალები, სადაც არიან, ესენი საფრთხეს წარმოადგენს ქართულ ოცნებისთვის და ქართველი ხალხისთვის თუ რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ წარმოადგენს და თქვენ რას ფიქრობთ და რატო წარმოადგენს? რა თქმა უნდა, წარმოადგენს, იმიტომ რომ ზოგადად ყველა არასწორი და ყველა არამართალი არის საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის საფრთხე. როცა უკვე თვითონ საზოგადოება ხდება მასობრივად არასწორი, ხო? უკვე ღმერთის მხრიდან მოდის უკვე სასჯელი, კანონზომიერი სასჯელი. ესე იგი ან თაგვი თხრის და კატას რო გამოთხრის ისე, ან ომს ჟარგონულად რომ ვთქვათ, გაიჩალიჩებს ესეთი საზოგადოება, ან საბოლოო ჯამში თვითონ აღწევს ხოლმე ფიასკოს მდგომარეობას. მაგრამ როდესაც რაღაც ნაწილი არის საზოგადოებაში შეგზავნილი, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, იქ უკვე როგორ გითხრათ რა, აი როგორც ადამიანს გააჩნია იმუნიტეტი, რომელმაც უნდა გადასძალოს ნებისმიერი ინფექცია და ნებისმიერი ვირუსი, რაც ადამიანის ორგანიზმში შეიჭრება და უნდა დაამარცხოს, ასევე ალბათ საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა უნდა შეიწოვოს ეს არასწორი პოზიციების მატარებელი ადამიანები და გადახარშოს უნდა ისე, რომ მათ აღარ დაუტოვოს საშუალება არასწორი მოქმედებისა. სამწუხაროდ ქართული ოცნების პირდაპირ მნიშვნელობით დანაშაულია ის, რომ ასეთ პოლიტიკას მისცა განხორციელების საშუალება. რომ დღემდე, აი რამდენი ხანი გავიდა ქართული ოცნების მოსვლის მერე 2012-ში მოვიდნენ დღეს 14 წელი უკვე. 14 წლის თავზე ისევ იმ თემაზე გვიწევს ჩვენ საუბარი, რომ ვიღაც პიროვნება იყო ნაცი და კონკრეტულად მონაწილეობდა რამდენიც გინდათ. პროკურორები, მოსამართლეები, ერთი და იგივე პროკურორები და მოსამართლეები, ეხლა მე რო უყურებ ხოლმე, ხო, აი ზოგჯერ საქმეებს, ეს შეიძლება თანამედროვე საზოგადოებამ მივიწყებული აქვს, მაგრამ მე ხო ეს გვარები ხო ვიცია. ხო, მაგრამ იმ პროკურორებს და მოსამართლეებს ჰქონდათ უსამართლობის განცდა ადამიანებში, ხო? მაშინ არა მარტო მოსამართლეები და პროკურორები. ხო, არა, სულ სხვა რაღაცა. რიგითი ჩინოვნიკები აქ. კი, არა, უბრალოდ ვინც ასამართლებდა უდანაშაულო ადამიანებს და უშვებდნენ გრდანის ციხე იქნებოდა თუ საწამებელ რაღაცა ოთახში უშვებდნენ და აწამებდნენ, ეს პროკურორები და მოსამართლეები იყო, ბატონო ზაზა, ხო? ნოტარიუსები. ნოტარიუსები. ექიმები, რომლებიც სრუდასკვნებს წერდნენ. ხო და აი მთელი სისტემა იყო ეს, როგორ წარმოგიდგენიათ დღევანდელ სიტუაციაში, ახლა მე ხსნი რას, ჩერგოლეიშვილი და გვარამია და კოალიცია თითქმის გაერთიანეს და 10 მაისიდან იწყებენ ეგენი, ანუ რეგიონებში გასვლას, იწყებენ, რა ვიცი, თავის წარმოჩენას და ეხლა გახდნენ ნიღაბი მოიხსნეს და გახსნენ რაღაცა ეს უფრთიანი ანგელოზები, ეს ჩვენს ქართულ ოცნებას აწყობს თუ, აწყობს, ცუდი ნათქვამია, ჭირდებათ ესენი? რა თქმა უნდა, აწყობს, რა თქმა უნდა. ჭირდებათ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვიდრე ცოცხალია ნაციონალური მოძრაობა,
ქართული ოცნებისთვის მოტივაცია არის, რომ ის ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ რანაირად ებრძვის, თუ კი საკუთარ რიგებში და ამით იხანძლებენ რა თქმა უნდა ის სკამზე ჯდომას. ამასობაში ხდება არაბიზაციის პროცესი, ამასობაში ხდება ქვეყნიდან საზოგადოების გაწრეტვის და ემიგრაციაში გადახიზნის პროცესი, ამასობაში ხდება სიკვდილიანობა, რომ აჭარბებს იმას უკვე ბევრად რომ აჭარბებს დაბადებას ამაჩვენებლის და ამასობაში ხდება ეროვნული წარმოების დანგრევა, ამასობაში ხდება ის რომ ადამიანებს უკვე ისეთი კანონი გამოდის რომ ვენახი რომ გააშენო, უნდა რაღაცა ნებართვა უნდა აიღო თითქოს, რა ვიცი, ახლა შაჰ-აბასი პირდაპირ ჩეხავდა ამ ენახებს რა და რა ვიცი, ცოტა უფრო გონიერი რო ყოფილიყო შაჰ-აბასი ის ეგეთ მას გამოსცემდა კანონს, რომ ჩემთან შეათანხმეთ და გააშენეთო და ხო და ანუ აი ესეთი მავნე პროცესები ინიღბება შემდეგ უკვე მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან და მის განაყოფებთან ბრძოლის, ასე რომ ვთქვათ, ქოლგის ქვეშ. ეს აწყობს, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას. აწყობს ერთია. მოდი მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დაუპირისპირდეთ იმათ, რომლებიც არიან ნამსხვრევები, ხალხის მწამებელი და რა ქვია, გენოციდის პოლიტიკის გამტარებელი ნაციონალური მოძრაობისა. ანუ რა თქმა უნდა, ჩვენ მათ უნდა დაუპირისპირდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი უნდა ვამხილოთ. მაგრამ ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტი უკვე სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ნაციონალური მოძრაობის მხილება კი არ არის, სასწრაფოდ დამუხრუჭება არის იმ პროცესებისა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ქართულ ეროვნულ სხეულსაც და სულსაც ანადგურებს პირდაპირ მნიშვნელობით. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ხელს უშლით ქართულ ოცნებას ახლა თუნდაც ამ გადაცემებით. არა, რა თქმა უნდა, იცით რა არის? აქ, აი, ჩაკეტილი წრი არის ხომ, ხედავთ რა, ესე იგი, ვამხილო, იმას ხო არ უწყობ ხელს, არ ვამხილო, ამას ხო არ უწყობ. არა. პრინციპი არის ასეთი რა, ადამიანი ხარ, უნდა იყო მართალი. უნდა ილაპარაკოს სწორი. იმ მომენტში, როგორც კი არასწორ მოქმედებას იწყებ, ხომ, თუნდაც მას რაღაც კეთილშობილური მიზანი ჰქონდეს, უკვე არასწორი ხდები და შენ თავად ხდები უკვე ბნელეთის ძალის შემდგენელი ნაწილი. ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც ბოკერია ჩერგოლეიშვილის აქტიურობას ხედავთ, უნდა ვთქვათ აუცილებლად თქვენ საადგენსო, თქვენ ჯალათები იყავით და რაზეა საუბარი რა. მაგრამ იქვე აუცილებლად უნდა საზოგადოებას უთხრათ, რომ მართველი ძალა, რომელმაც მიზანმიმართულად არ აღმოფხრა ბოკერია ჩერგოლეიშვილი და მათი განაყოფები და მათი მსგავსნი და 10 მაისს 2026 წლის 10 მაისს მათ აძლევს საშუალებას კი არ დაამთავრა რეჟიმი და ნაციონალურ მოძრაობა, არამედ ახალი ენერგიით, მოკლედ მოძრაობის დაწყების და პარლამენტში მოსვლის თუ ხელისუფლებაში მოსვლის და თუნდაც ამ ხელისუფლების კრიტიკის უფლებას და საშუალებას რომ აძლევს, ქართული ოცნება არის ამაში რა თქმა უნდა დამნაშავე და ამას რომ ვამბობთ ბატონო კახა, ჩვენ ქართული ოცნების მტრები კი არა ვართ, ჩვენ მოყვრები ვართ, მაგრამ აქ საკითხავი ის არის, თვითონ ქართული ოცნება საბოლოო ჯამში მოყარე არის კი ქართული ხალხისა თუ არ არის? აი ეგეც საკითხავია და ერთი ბოლო კითხვას დაგისვამ, იმიტომ რომ ჩვენ დასასრულს მივახლოვდით. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ კოალიციის შესვლა პარლამენტში რომ მოხდეს, ეს ქართულ ოცნებას დისკომფორტს შეუქმნის თუ არა სახელმწიფო მართვის შემთხვევაში? რა თქმა უნდა შეუქმნის ბატონო კახა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ არიან ასეთ ცალკე განყენებული ადამიანები. მათ აქვთ უზარმაზარი დაფინანსება, მათ ყავთ ძალიან ძლევამოსილი პატრონები დასავლეთში. აქ ისევ თამაშობს ფორმულირება, ესე იგი შინ ევროპაში და ეს მცდარი შეხედულებები, რომელზეც ჩვენ უკვე 35 წელზე მეტი აი ამ წრეზე რომ დავდივართ, რომელმაც შედეგი ვერ მოგვიტანა და პირიქით ტერიტორიებს ნელ-ნელა ვკარგავთ, აი სწორედ აი ამ პოლიტიკის გამო, აი ამ რა პოლიტიკასაც ესენი ატარებენ დღეს? პროამერიკული და პროდასავლური პირველი მე გახდით პროამერიკული და პროდასავლური პოლიტიკის მომხრე. პირადად მე გახლავართ ეროვნული მოძრაობის წიაღიდან გამოსული სკოლის მერხიდან ელემენტარულად და სწორედ სამშობლოზე ფიქრის პერიოდში დავფიქრდი, რომ რამდენად სწორია ჩემი სამშობლოს სიცოცხლის უნარიანობისთვის, რომ მე კვლავ დასავლეთის ორბიტაზე ვრჩებოდე. იმიტომ რომ მე გავიაზრე ის, რომ აი ეს ყალბი წრეები დასავლეთის ცრუ იმედების გარშემო, აი ამ
პოლიტიკური ცენტრის გარშემო საბოლოო ჯამში არის ქართული ხალხისთვის დროის დაკარგვა, რომელი დროც ჩვენთვის ფაქტობრივად დაღუპვის ტოლფასი არის, იმიტომ რომ ამასობაში საქართველოში ქართველი ადამიანი აღარ რჩება, ამასობაში ნელ-ნელა ის ტრადიციები და ის ზნეობრივი ღირებულებები იკარგება, ამასობაში ის რაც ქართველს ქართველად აქცევდა ყველაფერს გინდა სურიელ ღირებულებებს, რელიგიურ ღირებულებებს, გინდა ეკონომიკას, გინდა ვას, გინდა თქვათ სხვა მიმართებაში, ყველა თვალსაზრისით უქმნის საფრთხეს. და ასე თუ გაგრძელდა მოგეხსენებათ, გაეროს აქვს პროგნოზი, რომ 2050 წლისთვის გარკვეული ერები, გარკვეული სახელმწიფოები შეწყვეტენ არსებობას, ხო? და მათ რიცხვში საქართველოს მოიაზრება და 2050 წელი კი არა, ბევრად უფრო ადრე დაამთავრებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, თუ კი კვლავ ამ ჯადოსნურ წრეში ტრიალს გააგრძელებს. ბატონო ზაზა, აი ეხლა უცებ მოვიდა აზრი, რომ უნდა დამესვა კიდე ერთი კითხვა, ის ვამთავრეთ ეხლა გადაცემას და ბოლო 2014 წელს თქვენზე განხორციელდა თავდასხმა. ხო იყო ეგრე? ჩემზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა. ანუ 2014 წელს ზედიზედ იყო ნაციონალური მოძრაობიდან ორგანიზებული თავდასხმა, ზედიზედ ორჯერ კი ბატონო. და ეგ საქმე გამოუძიებელია დღეს. არა, ეს საქმე ორივე გამოძიებული არის, ორივე შემთხვევაში მისჯილი აქვთ, ერთ შემთხვევაში ცოტა უფრო ზომიერი სასჯელი მიესაჯა, მეორე შემთხვევაში ცოტა უფრო მკაცრი სასჯელი მიესაჯა, მაგრამ იცით რა არის? ამას არ მისცემია ის შეფასება, რაც მიეცემოდა ვთქვათ ლიბერას ჟურნალისტზე თავდასხმის დროს. იმიტომ რომ პირადად ჩემზე თავდასხმა მოხდა და ეს სასამართლო საქმეშიც ასე არის ასახული ჩემი პოლიტიკური მწამსის და ჩემს მიერ გავრცელებული პოზიციების გამო. და როდესაც ადამიანი საკუთარ ქვეყანაში იდევნება მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამო, აი სინდისის დევნილი, სინდისის პატიმარი თუ სინდისის ასე რომ ვთქვათ მსხვერპლიც ხანდახან უფრო მსხვერპლი. სწორედ ეს არის თვალსაჩინო ადამიანი და არა ის, რომელსაც სინდისი არ გააჩნია რეალურად და თვითონ ირქმევს ამას, რომელიც ხან მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, ხან პოლიციელს სილას უთლაშუნებს, მარტო იმიტომ, რომ ხელისუფლება ჩააყენოს თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში და უკვე იმ წესების მიხედვით, რომელიც უკვე ყდომაშია რეალურად, იმიტომ რომ ის სოფლიო წესრიგი, რომელიც ამ წესებს ითვალისწინებდა რეალურად მოკვდა, ანუ სოფლიოში აღარ არსებობს უკვე წესები, რომლის მიხედვითაც კიდ დემოკრატიულ ღირებულებებს განსაზღვრავ, კიდ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავ და კიდ ადამიანურ ურთიერთობებს განსაზღვრავ. ეს ყველაფერი დაინგრა, ეს ყველაფერი თვითონ იმ დასავლეთმა დაანგრია, რომელმაც შექმნა ეს წესრიგი, სადაც ეს წესები დაწესდა. აღარანაირ წესებს თვითონ დასავლეთი აღარ მისდევს ელემენტარულად გამიგეთ და აშკარა არის, რომ შესაქმნელი არის ახალი სოფლიო წესრიგი, აქ მე არ ვსაუბრობ რა თქმა უნდა ანტიქრისტეს გამოცხადებაზე და მის მიერ ასე რომ ვთქვათ მოდელირებულ სოფლიო წესრიგზე. მაგრამ ქვეყანას სჭირდება სოფლიო წესრიგი, როგორც დაახლოებით შეიქმნა მაგალითად თუნდაც იგივე ჰიტლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ დასცდნენ წამყვანი ქვეყნები და გადაწყვიტეს, რომ ასე იყოს, ტერიტორიებიც რაღაცნაირად გაიყვეს და ინაწილეს, რომ მინიმუმ 50 წლით მშვიდობა დაამყარეს პლანეტაზე. აი დაახლოებით ასეთი სოფლიო წესრიგი კვლავ სჭირდება პლანეტას. და ეს ბრძოლა მიმდინარეობს ახლა დღეს, რომ თავარი მოქმედი, ასე რომ ვთქვათ, აქეთ ამხარე არის დასავლეთი, იქით ამხარე არის რუსეთი, რომ რუსეთს მაქსიმალურად ხელები და ფეხები დააჭრან იმისთვის, რომ ისევ ერთპოლუსიან სამყაროზე იყოს აპელირება. ბატონო ზაზა, ძალიან დიდი მადლობა და კარგი ის გავაკეთეთ ახლა ანუ თემები გავშალეთ და რა იყო რა იქნება და ნუ ჩვენ შევეხეთ ქართულ ოცნებასაც და სწორად შევეხეთ, იმიტომ რომ მართლა არ არის მოყრის პოზიციიდან. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო რომ ისა ნაციონალური მოძრაობა იყოს პარლამენტში, იყოს სახელმწიფო სტრუქტურაში და მე რას ვიტყოდი ბატონო ზაზა, ესენი იყვნენ დაავადებული ადამიანები, რომელიც დაავადებული ადამიანი არ უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურაში და არ უნდა იყოს ძალოვან სტრუქტურაში. როცა დაავადებული არის ადამიანი. და მე თქვენ დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ბოლო მინდა მაინც გითხრა, რომ ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში, ანუ მოსვლის შემთხვევაში დაბრუნდება ეს 9 წლიანი რეჟიმი, ან 15 წლიანი რეჟიმი, თუ
რა მოხდება ამ შემთხვევაში ხალხს რო უთხრათ რა უნდა ვიმოქმედოთ. ნუ რა გითხრათ, ნებისმიერი არეულობა ახლა ჩვენს ეროვნულ სხეულს ასუსტებს. რა თქმა უნდა, კიდევ ახალ რეპრესიულ რეჟიმს ქართული საზოგადოება ვერ გადაიტანს, იმიტომ რომ მაშინ უფრო გაცილებით ძლიერი იყო საზოგადოება, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო. ეხლა თვითონ საზოგადოება არის სუსტი, მაგრამ სააკაშვილის და ეს ლიბერასტული რეჟიმი კი არ დასუსტდა, არამედ პირიქით გაძლიერდა და უფრო სხვა მოტივაციები შეიძინა. ასე რომ საზოგადოებას იმუნიტეტი აქვს დაკარგული და რეჟიმი, რომელიც მოვლენას და მოსვლას აპირებს, კვლავ მოტივირებული არის, კვლავ იმავე შემართებით არის და შეგიძლიათ ივარაუდოთ უბრალოდ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება დაატრიალდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაუშვათ რეჟიმის მოსვლა. თუმცა არც თავი არ უნდა დავიმშვიდოთ იმ ილუზიით, რომ აი ბატონო ჩემო, ეხლა არ მდევნიან, ეხლა ქუჩაში არ ამკლავენ, ეხლა არ მისმენენ და ყველაფერი არის კარგად. ყველაფერი კარგად შეიძლება ადამიანისთვის პიროვნულად იყოს, მაგრამ არ იყოს ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის კარგი არაფერი არ ხდება. ქვეყნისთვის კარგი მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ბოროტების სათავე იქნებოდა გასტრესილი, დასრულებული ქვეყანაში და ხელისუფლება თუ კი არ გაზდევდა იმ ხაზს, რომ ესე იგი გველი გალიაში შეინარჩუნოს და მას პერიოდულად შხამი გამოაშვებინოს ხოლმე და საზოგადოების რისხვა გალიაში გამომწვდეულ გველზე მიმართოს. იმიტომ რომ ჩვენ ერთ დღეს შეიძლება ეს გველი გალიიდან გამოიპაროს. ის ხელისუფლებაც დაშხამოს, რომელიც მას გალიაში ინახავს და რა თქმა უნდა საზოგადოებაც თავის ზიანს მიიღებს და შესაბამისად, ნუ არ ვიცი, დარჩება ყველა წაგებული. ძალიან დიდი მადლობა და პატივცემულ ტელემაყურებლებს კიდევ ვეტყვი, რომ ჩვენთან დღეს სტუმრად იყო ბატონი ზაზა დავითაია, ჟურნალისტი, პოლიტპატიმარი, უფლებადამცველი. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო ზაზა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ. მადლობა მოწვევისთვის. ასე ჩვენ დაგემშვიდობებით პატივცემულ ტელემაყურებლებო მომავალ ხუთშაბათამდე, კარგად ბრძანდებოდეთ და გისურვებთ კარგ კვირას.